თავდაცვის ყოფილი მინისტრის საცხოვრებელ კორპუსთან საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება 2 საათზე მეტია, რაც პერიმეტრზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. პირველების ინფორმაციით ამ წუთებშიც ბაჩუ ახალაიას საცხოვრებელ ბინაში საგამოძიებო უწყების თანამშრომლები არიან, რომლებიც ატარებენ ჩხრეკას, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ჩვენთვის თუ რას ეძებენ თავდაცვის ყოფილი მინისტრის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო უწყების თანამშრომლები. პირველების ინფორმაციით დღის 5 საათზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩუ ახალაიას ხელბორტკილიები დაადეს, ის სწორედ ამ საცხოვრებელი კორპუსიდან გამოიყვანეს და სწორედ ამის შემდგომ დაიწყო აქ საგამოძიებო მოქმედებები. პირველების ინფორმაციით ამ საცხოვრებელ კორპუსში არის ასევე ბაჩუ ახალაიას მამის საცხოვრებელი სახლი, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ძალოვანი უწყების თანამშრომლები, ანუ ორივე საცხოვრებელ ბინაში რამდენიმე საათია, რაც საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან და ასევე ნიღბიანები, რომლებიც არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ორივე საცხოვრებელ ბინაში 2 საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს ჩხრეკა. არაოფიციალური ინფორმაციით ჩვენთვის ცნობილია, რომ ბაჩუ ახალაია არის უკვე დაკავებული, მას ხელბორტკილები დაადეს და ჩვენივე ინფორმაციით ის ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. წუთი-წუთზე გახდება ცნობილი თუ რას ედავებიან თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რომელსაც რამდენიმე საათის წინ ხელბორტკილები დაადეს. ჩვენ ველოდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაანონსებულ ბრიფინგს და სწორედ ამ ბრიფინგის შემდგომ გახდება უფრო მეტი დეტალი ცნობილი თუ რატო დააკავეს ამჯერად თავდაცვის ყოფილი მინისტრი. მაყურებელს შევახსენებ, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბაჩუ ახალაია და მისი მეუღლე რამდენჯერმე დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში. ისინი კრიმინალურ პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ და გამოძიების ყველა კითხვას გასცეს პასუხი და ამის შემდგომ საჯარო ინფორმაცია ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამ საქმეზე არ გაგვიგია, თუმცა როგორც ჩანს სავარაუდოდ ახლა არ არის გამორიცხული, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე იყოს დაკავებული ბაჩუ ახალაია. პირველივე წუთიდან ბაჩუ ახალაია და მისი მეუღლე ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მათ არანაირი სახის ინფორმაცია არ აქვთ, ისინი არ ყოფილან ამ დიდი შეკრების ორგანიზატორები და შესაბამისად მათთვის გაუგებარი იყო თუ რატო დაინტერესდა საგამოძიებო უწყება მათი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა ისინი დაიბარეს, ისინი მივიდნენ, მისცეს ჩვენება და ყველა იმ კითხვას უპასუხეს, რომლებიც ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. კიდევ ერთხელ გაჩვენებ თუ რა ხდება ნუცუბიძის 125 ნომერში, აქ საპატრულო, უпростоრეთ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ისევ რჩებიან ადგილზე, სწორედ ეს არის ის სადარბაზო, საიდანაც გამოიყვანეს ბაჩუ ახალაია დღის 5 საათზე და სწორედ ამის შემდგომ დაიკავეს მთელი პერიმეტრი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა. ახლა აქ საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება აღარ შეინიშნება, თუმცა მაშინ როდესაც აქ პირველები რამდენიმე საათის წინ მოვედით, პოლიციელების განსაკუთრებული მობილიზება იყო გამოცხადებული, სავარაუდოდ სწორედ ამ წუთებში ყავდათ ბაჩუ ახალაია დაკავებული და ამიტომაც იყო აქ დიდი მობილიზება გამოცხადებული. რატომ არის დაკავებული ახლა თავდაცვის მინისტრი, ეს არის მთავარი კითხვა და რას ეძებენ ნუცუბიძის ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ ბინაში, სწორედ ამ კითხვებს უნდა გასცეს ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პასუხები. რა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებთ? ბაჩუ ახალაიას სახლში ატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს? აბა ვისთან ატარებთ? შეგიძლიათ? ხელი გამიშვი? არ შევდივარ მე და არ ჭირდება ჭიდაობა ამ პროცესს. მეგობრებო, ვერ მეტყვით რა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. პოლიციის ალყაშია მთელი შენობა და რა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებთ? შეგიძლიათ მითხრათ? ბაჩუ ახალაიას საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა თუ მურთაზოდელავას საცხოვრებელ სახლში? შეგიძლიათ გითხრათ პოლიციელების განსაკუთრებული მობილიზება რატო გამოცხადდა ამ ტერიტორიაზე? რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს? საგამოძიებო მოქმედებები თავდაცვის ყოფილი მინისტრის საცხოვრებელ სახლში ამ წუთებშიც გრძელდება. ჩვენ წუთი-წუთზე უკვე გვეცოდინება თუ რა ბრალდებით არის დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მანამდე კი საპოლიციო ძალები ნუცუბიძის ქუჩაზე ისევ რჩებიან.